ჯერ სოფლიოში არავის არ გამოუშვია თავისი მონაცემებით. ამას აქ აგერ ცალკე თავისი ერთი მობილური გვევს, მეორე მხარეს კიდევ თავისი მობილური გვევს და ეს არის მე არ ვიცი, აი ავტომობილს, რომელსაც ყველაფერი თვითონ გააჩნია. ერთ ავტომობილს 4 მობილური მოყვება, შენ წარმოიდგინე. და ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი. და ამის ფასი რა არის? და ამის ფასი თბილისამდე იქნება რამდენი? წარმოიდგინე, ამის ფასი თბილისამდე იქნება $30,000. ეს არის ჰიბრიდი. მოდი წავედით. ეს ყველა მიცის ახლა BYD 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ვინმეს თუ BYD-ები დაინტერესებს, ჩვენ ყველა ნაირი BYD-ები გვყავს. ეს ავტომობილიც არის, რომელიც ადგილზე ტრიალებს და ეს არის კიდევ ძალიან მაგარ ფასში, დაახლოებით 70,000-დან 80,000 დოლარამდე. ეს კიდევ არის სხვადასხვა ერთი და იგივე კომპანია, გამიგე ერთი და იგივე კომპანია აწარმოებს. ეს არის BYD-ში შემავალი ავტომობილები და ეს არის ჩვენი ახალი მეორე შოურუმი დუბაიში და დარწმუნებული ვარ, მოდი Rolls-Royce ვაჩვენებ კიდევ. Rolls-Royce ვაჩვენებ და ვაჩვენოთ Maybach-ი. აი Maybach-ი. ნამდვილად უნაკლო მანქანა. აი ამაზე უკეთესი მანქანა დადის საქართველოში. ამაზე არ მინახავს. მე ჯერ არ შემხვედრია. ასეთი ავტომობილი საქართველოში არ დადის. მოდი, შენ კარგი გოგო ხარ, აქ იმიტომ ხარ, რომ განათლებას აქვს ყოველთვის ფასი. გაუნათლებელი ადამიანი ვერც მანქანას იყიდის და ვერც გაყიდის, იმიტომ რომ ეს არის ექსპორტი. ექსპორტზე უნდა გაიყიდოს აქედან ავტომობილები. აქედან საქართველოში უნდა გაიყიდოს. ჩათვალე ჩვენი საწყობი არის აქ და ჩვენ დუბაიში უფრო მაგრად ვიქნებით ხვალზე. ეს არის ჩვენი მეორე შოურუმი, რომლის ოფიციალური გახსნა იქნება დაახლოებით 10 დღეში. ისურვებთ წარმატებას. თელ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ, რომ ეს ავტომობილები ჩვენ ზოგიერთები არ ავყავს საქართველოში, მოვზამდი საქართველოში და აუცილებლად იყიდეთ ჩვენთან, ვინაიდან ამას აქ ყველას ოფიციალურად